დანიშნას, იმიტომ რომ ცდილობდნენ რომ ბევრად უფრო გამოცდილი დიპლომატი ჯობდა რომ დანიშნულიყო იმ ქვეყანაში და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეები იყო საკეთებელი, მაგრამ დანიშნეს ამას, ხო? დღეს ამბობენ რომ არაფრისთვის არ დანიშნეს. დანიშნეს იმისთვის, რომ ისედან ანეკდოტები ჩამოეტანა და ამით გაერთო თურმე თავისუფლების მაღალჩინოსნები ეთნიკური ლიდერშიპი, როგორც თვითონ ეძახიან, ეტყობა თავის თავს. ეს ამაზე დიდი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე რა შეიძლება არსებობდეს. ეს თუ არ არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვემუქრება, უბრალოდ სადღაც არის და უბრალოდ დიპლომატიური პროტოკოლის გამო ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ელჩი დავნიშნოთ, თორემ შეიძლება იქ ქვეყანასთან არანაირი შეხება არ მოგვიწევს, ჩვენი მოქალაქეც კი არ ჩავიდეს და იქაური მოქალაქეც კი არ ჩამოვიდეს აქ. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა და ამ ტიპის უპასუხისმგებლობებით არის თავზე გაჯერებული ჩვენი ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი, ყოველი დღე, ყოველი საქმიანობა. ხელისუფლების პირველი ამოცანა რა არის, ეს პრობლემა რა არის საზოგადოებაში, ქვეყანაში დაგროვებული, როგორმე ეს პრობლემები გადაწყვეტოს, ხო? ეს ხელისუფლება რომ მომვიდა, ჩვენ გქონდა რუსეთის პრობლემა. რა თქმა უნდა, რუსეთის პრობლემა საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა, იმიტომ რომ ეს ახლა პატარა ქვეყანა და ყავს გვერდზე ამხელა დათვი, ასე ვთქვათ, რომელსაც კუნთებზე ყურების მეტი არაფერი აინტერესებდა, ჭკუას მაინც და მაინც ხშირად არ ახმარებს. შენ უნდა გეყოს იმდენი ჭკუა, რომ ეს სათემის ქვეშ არ მოხდა. ამ ხელისუფლებამ ეკითხებით მეცე, რომ სამხელა მეზობელი ყავს და იცი რა ურთიერთობა უნდა გქონდეს მასთან. ეკონომიკური პრობლემები რაც არსებობდა რუსეთთან და არსებობდა ბოლო ხანებში უმკლავესად გაამწვავა, ხო? მთლიანად ჩვენ ჩაგვეკეტა მთლიანად ექსპორტი რუსეთისგან, ჩვენი პროდუქციის, ნებისმიერი თქვათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ღვინის თუ წყლის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიტიკურ არენაზე ვერანაირი გარღვევა ვერ მოახერხა, რომ ოდნავ დამხმარე იყო სიტუაცია რუსეთთან ურთიერთობაში. სატრანსპორტო ცემენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ცემენტთან დაკავშირებით. ესე იგი, შენ ყველაფერი უფრო და უფრო გააუვალესო, უფრო და უფრო უბედურებამდე მიიყვანე ეს ურთიერთობა რუსეთთან. ეხლა მე გეკითხები, მაშინ ისთვის ახალ ხელისუფლება. გამოდიხარ და თავში მაგარ და აგინებ იმას. გინება, იცი რა, შეიძლება მე რო ვიცი, იმაზე უკეთესი ნამდვილად არ იცოდეს ასე თქვა. გინებით საქმე არ კეთდება, ხო? რაღაც ელემენტარული რომელიმე ერთი პროგრესული ნაბიჯი დაგვანახოს ამ ხელისუფლებამ, თქვა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც მათ გადადგეს. გასაგებია რუსეთი ვინა, ჩემზე კარგად არავინ არ იცის. ძალიან კარგად ხვდებით, მაგრამ რა დაუპირისპირეს რუსეთის ამ პოლიტიკას, აი ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს ასეთ ძიმე სიტუაციაში ჩააგდეს ქვეყანა, გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს მთელი ათასობით ოჯახი, ამდენი დაღუპული ადამიანი, არ ვიცით ვინ, სად, როგორ და მალავენ და დღეს კიდე სიმდისი ყოფნით იმისი, გამოვიდნენ აქ დატაცები გვიკითხონ და ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ოდნავ სიმდისის ზარღვი რო ქონდეს, უბრალოდ რომ ეთქვა რომ მოდი აი ამის მერე გადავდგეთ. ეს იქნებოდა ძალოვან სტრუქტურაში, ეს იქნებოდა რომელიმე სხვა სტრუქტურაში თუ სადღე ადმინისტრაციაში და მე აი ასეთ დასკვნებს აკეთებენ კიდე და ასეთ შეახასებს უნდა მოსწოთ წერენ. ეხლა ისეთ არის ერთადერთი რამე ვიცი რა, რომ ეს ხელისუფლება დიდი ხანი ვეღარ იქნება. ვეღარ იქნება, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა გარკვეული კრიტიკული მასა, რომელიც გამანგრებლად მოქმედებს საზოგადოებაში და თუ ეს კრიტიკული მასა შეივსო, მე ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს, მაგრამ ძალიან არ მინდა, ბატონო დავით, ძალიან არ მინდა, რომ ქვეყანაში ისევ მოხდეს აი ასეთი ემოციით, ასეთი უბედურებით, ასეთი ძალით დაპირისპირებით, ერთი ხელისუფლების გაქცევა და განვაზნა და მეორე ხელისუფლების ასეთ აშფანდურით, მაგიდებზე ხტუნაობით, კარებების მწვრევით და სკამების და ქაღალდების იმით რა ქვია, სკამების მწვრევით და ქაღალდების დახევით მახსოვს ასე რომ აფრიალებდნენ იმ დარბაზში რა ქვია დოკუმენტებს, ხო? ასეთი მოსული ხელისუფლება აღარ მინდა და ესეთი ინდენსიზავე დაანგრიეს კიდე, ხო კიდე ამისანით ჩაანაცვლებენ ხელისუფლებას ესე გამიხადა ერთი რამ, ესა გულწრფელადღეობები დაგვიკავშირდა კახაბენდუქიძის პრესსასახლი და განაცხადა, რომ პედუქიძე ჩამოვიდა თბილისში და აგრძელებს მუშაობას, ასე რომ არ გაქცეულაო. დიდი მადლობა, აი ეს არის ჩვენი პრობლემა, არავინ არაფერი არ იცის. წინა კვირას ახლა გააკეთეს განცხადება პედუქიძესთან დაკავშირებით, პედუქიძე მგონი ამერიკაში პარიზში იყო წასული და არ ჩანდა ორ შაბათსაც არ გამოსცა, გაფშაბათსაც. როდესაც ესეთი ტემპერატურა აწეული სიტუაციები არის, ნებისმიერი სახელმწიფო чиновникის ვოიაჟი უნდა გავხსოვდეს, უნდა იცხვას, ჩამოსვლას უნდა დაფიქსირდეს. აი ეს მოუწყობელი ქვეყნის ის არის სიტუაცია, როდესაც ჩვენები გავხსოვდა, მე კი არ მომიგონია და გადაცემში წერდა დღეს მინიშნებით რაღაცები. უნდა იცხვას, თუკი კახაბენდუქიძეს აბრალებენ ახლები და მე მგონი აბრალების დოკუმენტალური
ეკუთვნით, რომ ეს ადამიანი ვიღაც თქვა ვიღაცა რუს ჩინოვნიკთან სიახლოვეში შეამჩნევს ჩვენ უბრალოდ არ არის აქ უნდა გამოვიდეს ანუ შროების მინისტრი თუ გიყავს ეგეთი ან თავად ახალბედუფიძე და უნდა გააკეთოს განცხადება მე იგივე პრესს ხოვე რომ ერთი და რიგით მეტი ახალბედუფიძე განცხადება უნდა გააკეთოს თუ უნდა მეტი ჩემეთეს უცხო მეტი ველოდით ახალგამოსვლას ორშაბათსაც სამშაბათსაც ოთხშაბათსაც არ გამოჩნდა რატომ ვიტყვით ჩვენ ესეთი ეჭვები გამოვხდეს ეს თავი ბადება როდესაც გაურკვეველი სიტუაცია ითქვას მაშინ რომ ეს არ იყოს სწორი ხო ეს ხდება პრობლემა ძალიან კაი უმუშაოდ ძალიან გამიხარდა ფათაშორის ნიშანდობლივი იყო რომ ხოლო გივით არგამაძე გამოგვეხმაურა დაბდო პარტიის არა და იყო ესეთი მომენტი რომ იგივე იმ კომისიის ხდომასთან ტრიალებს მაინც და იმ კომისიის ხდომაზეც ლამის კიტმარიშვილი გამოაცხადეს რუსეთის აგენტად იგივე გივით არგამაძემ და მინაშვილმა და სხვებმა და თუ გახსოვთ კიტმარიშვილმა ახსენა ნარიშკინი და მე მინაშვილია მე მგონი დეპუტატმა თავისუფლების ინსტიტუტიდან არის მოაყოლა მთელი ტირადა რომ ეს ნარიშკინი როგორ გვეუბნება ამას საქართველოში რა უნდა და ამას საქართველოსთვის კარგი რა შეიძლება და გაეკეთებინაო ეს იყო პუტინის მეგობარიო SSB-ს წარმომადგენელი რომელიც მუშაობდა რაღაც თანამდებობებზე და გარკვეულ ხანსო და ეს იმ სისტემისგან ისევ თავისუფალი ხომ არ იქნებაო თურმე რაღაც ნარიშკინზე სხვა ქვეყანაში ესეთი ეჭვები არსებობს და ამ ეჭვებიდან გამომდინარე მე ეროსი კიტმარიშვილზეც გაავრცელეს ეს ყველაფერი და კახაბენდუკიძეზე რატო ხდება გვერდის ავლა ახლა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ძალიან სულია რომ ბენდუკიძეს გვერდი აუარო და ვერ შეამჩნია მაგრამ ხელისუფლება ამას აკეთებს და ამიტომ ამ შემთხვევაში მე ბენდუკიძის პოზიციაზე მეტად მაინტერესებს ხელისუფლების პოზიცია რომელიც ყველგან ეძებს აგენტებს ყველგან ეძებს შპიონებს მაგრამ ფილმებს იღებს კიდე ფილმებს იღებს ყველას უსმენს ყველაფერს აფიქსირებს მაგრამ რატომღაც ის ინფორმაცია რომელიც ღიად ხადად არის ინტერნეტში განთავსებული ამ ინფორმაციის თაობაზე ან არ იცის არაფერი რომელი ოპერაცია არ ვიცი მაგრამ ან იცის და ყურადღებას არ ამახვილებს ძალიან საინტერესო რამე დავაფიქსირე იმ დროს რომ რაღაც პერიოდის წინ იყო იმაზე რომ აი ტელეფონი ისმინება და ხა ტელეფონში ვერ გეტყვი და თქვათ ის შეხვდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე იმასაც ამოიღებდნენ აკუმულატორებს იქიდან დაშლა რომ მაინც ისმინება და ასე ესე იგი ხო ეს იყო სულ რაღაც ერთი წლის წინ ორი წლის წინ არა მე რას ვამბობ დამთავრდა ის კი არა მოსვენები უფრო მომატებულია მაგრამ იქამდე მივიდა ხალხის აღარა მის უკვე ის მაგრამ მის მინდა და გადადის მერე პირდაპირ ტელეფონში ანუ უკვე ამან მიიღო უკუ რეაქცია რა ეს უკვე ყველა ამბობს იმას ასაც ფიქრობს ეს უკვე არავის აღარ ეშინია სამწუხაროდ იქამდე მივიდა საზოგადოების ისეთი დიდი ნაწილი ჩაერთო უკვე ამაში ყველაფერში რომ უკვე ამანაც უკვე სასაცილო ის ყოლა რა უნდა თქვენ ხა ტელეფონში ისეთი ასაცილო არ წავა ისე ისეთი ჩარხვები ქონდა პოლიციაზე თენაკაბე სარდებოდა რომ ყოვანო ვერაბიშვილი აი მაგალითად გუშინში ვიდავირეკა ვაშინგტონიდან და რეზერვება გაუშვა სოველიმე ერთში და ეს აიწერე რომ ეცნება ეჭეარ შეგებარო აიწერე და სენსაციური რაღაცები ვიტმედე თქვენ და ვიტმედე ვაშინგტონი ხო ძალიან საინტერესო გაშიფრული იქნება, გაშიფრული არ იქნება. იმასაც ვიქნებ, ეს სპექტრი მოსკოვში გვაწავიდო და ამოდის მამურებელი შემოიყვანო, დიდი ხალია ველოდებიან. დიახ, ეთერში ხარ გისმენთ. დიახ. გისმენთ, გამატანო ბოდიშტრომ გასწევინეთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო ფიქრია. მოგესალმებით თათო, მოგესალმებით თათო. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა. მადლობა ღმერთს. გისმენთ. მე სოხუმიდან დევნილი. გაწუხებთ, რაც შევარნაძემ დაგვაკლო, აგვინაზღაურა. ყველაფერი ამ ჩვენო მთავრობამ. ჩვენ სოხუმიდან დევნილებს არანაირი ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. ქალბატონო ფიქრია, პირადად თქვენთან მაქვს ყურადღების გამახვილება. მე ძალიან მომწონს თქვენი საუბარი და ძალიან მიყვარხართ. და ძალიან მინდა რომ სოხუმიდან დევნილებზე რამე თქვენ საუბარი გაუშვათ. კავკასიაში რომ მოგისმინოთ ჩვენმა სოხუმელმა დევნილებმა რომ ტვინში ჩაიდონ რა ხდება და რა არა აი ეს მინდა რომ იცოდნენ დიდი მადლობა ყურადღებით მადლობა მე მინდა ალბათ უთხრა რომ ჩვენ დაახლოებით ალბათ ერთ კვირაში სავარაუდოდ
ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენს ხედვას გამოვაქვეყნებთ, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მე იმედი მაქვს, რომ შემდგომში ბატონი იაკობარდია დაინტერესდება ამ თემებით და კავკასიის ერთ-ერთად დავითაია ფარამეებით დაინტერესდება. და ამ შემთხვევაში ჩვენ რო ძალიან არ გადაუხვიოთ თემისგან იმ პრეზენტაციისთვის, იმ ჩვენი ასე ვთქვათ ხედვის გამოცხადებისთვის გადავიტანოთ ეს ყველაფერი და მერწმუნეთ, რომ ტერიტორიული